ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით ჯანმრთელი დილა კლინიკა მზიური მედის რადიოემედის ერთობლივი პროექტი გახლავთ და რაც შეეხება საუბრის თემას აგრესია ბავშვთა ასაკში სატელეფონო ხაზია ექიმი გეშტალტის თერაპევტი ნინო მარსაგიშვილი. ქალბატონ ნინო, მოგესალმებით. გამარჯობათ, მეც მოგესალმებით. მადლობა, რომ ამ საინტერესო აქტუალური თემით შემოგვიერთდით და რაც შეეხება აგრესიას ბავშვებში, საინტერესოა რომელ ასაკში ვლინდება და რა თქმა უნდა, გამოხატვის ფორმები და შემდგომ უკვე რას ვეტყვით მშობლებს, როგორ მართოთ ეს პერიოდი და ეს პროცესი. გისმენთ. პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს, ვლოცავ წინასწარ დამწყალწელს. თქვენც გილოცავთ. ეს უსურვებდა მშვიდობას ოჯახში და ოჯახის გარეთ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა, მაგრამ სანამ ამ თემას შევეხები აგრესიას, უბრალოდ რომ თქვენთან ერთად გავხსენოთ, საერთოდ რა არის რას ნიშნავს აგრესია, ხო? აგრესიული რჩევის მიზეზი და პრაქტიკაზე რო არ გადავიდეთ. კი ბატონო. დავიწყოთ გამომწვევი მიზეზებით. კი ბატონო. ეს არის შინაგანი დისკომფორტი ტკივილის სიგნალი. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება ადამიანმა გამოამჟღავნოს, ეს არის რთული ქცევა, რომელიც მართლა ყველაზე მტკივნეული არის ჩვენი საზოგადოების. ნებისმიერ ასაკში არის რთული ქცევა ძალიან მტკივნეული, მაგრამ ამას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ქონდეს. კი ბატონო. პატარა ბავშვებში არის შეიძლება იყოს სრულიად სხვა მიზეზი, მოზარდობის ასაკში სხვა მიზეზი და დასრულების ასაკში კიდევ სხვა მიზეზი და იქ შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემა გამოჩნდეს. ადამიანი არის ბიოგენურ, ფსიქოგენურ და სოციოგენურ ფაქტორთა ინტეგრალური ერთიანობა. და ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ ნებისმიერი ამ ინტეგრალის ერთი ნამცეცი, რომ გაიპაროს, იქ უკვე მთლიანი სისტემა ირევა. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ხდება როგორც შინაგანი დისკომფორტის ტკივილის სიგნალი, თავის თავზე მოიაზრებს იმას, რომ რა შეიძლება თქვას თვითონ ამ სრულმა ქცევას. რომ ვერ მიგებენ, ესე იგი ემოციური უგულებელყოფა, ნიჭის ვერ ვამბობ, ემოციური დეფიციტი, მეშინია, ესე იგი შფოთავ და უცველობის განცდა. კონტროლი მჭირდება, უმწეობის განცდას უკავშირდება, იმიტომ რომ მშობლები ძირითადად ზუსტად აქედან გამომდინარე პრობლემას ქმნიან. ამინახე ყურადღების მოთხოვნილება. განსაკუთრებით მოზარდებში, იმიტომ რომ ემოციურად მოზარდები ჯერ კიდევ არ არიან ჩამოყალიბებული. მათი პრეფრონტალური ქერქი, ჰიპოკამპი ამიგდალა ერთად არ ფუნქციონირებს. ამიტომ ემოცია მოდის და ემოციას მოსდეს ემოციური ქცევა. და გაანალიზება მერე ხდება და ხშირად ხდება ხოლმე რომ ეს მოზარდი მყავს ალბათ ამეთანხმება რომ უცებ გამოამჟღავნებენ რაღაცა რთულ ქცევას, მერე აქ თუ ხერხულობის შეგრძნება და მერე ცდილობენ რომ რაღაცნაირად გადააფერმქთალონ თავისი რთული ქცევა რაღაცა კარგი. ესაც ჯანსაღია ურთიერთობა, მერე ხდება ამის გაანალიზება, მაგრამ ხო ხდება შემთხვევაში რომ ან შოქი არ არის იმ წუთას მოზარდის გვერდზე და არის ის მიღების რეჟიმი, როგორც ხშირად ხდება მშობლები ძალიან დაკავებულები არიან. ან ხდება ისეთი რამ, რომ თვითონ მშობლებიც არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში და აქედან გამომდინარე, რომ არ აქვთ იმისი განცდა, რომ ბავშვი უფრო ახლოს იყვნენ. შეუძლიათ, ფიზიკურადაც არ შეუძლიათ და ამ დროს ეს მარტოობის განცდა ძალიან დიდ პრობლემას ქმნის. და თუ ქცევაზე მანდ გადავიტანთ აქცენტს, არა, აი სიტუაციიდან გამომდინარე, რას ამბობს, როგორ რეაგირებს. აი ეს არის სამი მთავარი პოსტულატი, რომელსაც ხელმძღვანელობს. რას ამბობს, თავაზიანად თუ საუბრობს, კარგი, მაშინ პრობლემა არ არის, ფიქრობ. ის თავაზიანი საუბრის უკანაც შეიძლება უამრავი რამ იმალებოდეს. იმიტომ რომ შეიძლება ზუსტად ქცევის ნაწილი ეს თემა განსახილველი შეიძლება თავაზიანი იყოს გარედან, მაგრამ ნაგანად რევოლუცია ქონდეს ადამიანს ხო თავში. აგრესიული პასუხი ეს უკვე არის უკვე აბსოლუტური გულახდილი ქმედება, რომელსაც ხშირად მოზარდები იყენებენ ოჯახში.
მტკივნეული ის არ უნდა იყოს მტკივნეული მშობლისთვის ის რომ მშობელს ახლობს მოზარდი აგრესიული ფორმით. შეიძლება აგრესია იყოს გამოხატული აი იქ სადღაც სახლის მიღმა მდგომარეობის გამოხატულება. აი რამოდენიმე დღის წინ სწორადაც საუბრობდი და საკუთარ შვილთან რომელიც 15 წლის არის რომ აი რა დროს ხდება მეთქი რომ აი როდესაც აგრესიულია ბავშვი რა შეიძლება იმის უკან იდგეთ მეთქი როცა აგრესია კი მეთქი სახში ხარ დაცულად და როგორიც ხარ ისეთაც მიგიღებენ და გარეთ ვცდილობ რომ აი ეს ფორმები ყველანაირად ჩაქროში მოაქციო რომ იქ არ გამოამჟღავნო არ დაიშალო არ დაინგრევო მე არ გახდე ბულინგის მსხვერპლი. შენი ქმედების გამო უხერხულად არის გონსავშეს სახში არის დაცული გარემო, რომელიც ყველანაირ ასპექტით მიგრა. კი ბატონო. ქალბატონ ნინო, ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, ძალიან ბევრ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და რა თქმა უნდა, მშობლებს აინტერესებთ, როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს. როგორი უნდა იყოს მათი უკავშირი? იცით რა არის ზუსტად მაგის რომ თქვა ეხლა რომ აი როგორ უნდა ვისაუბროთ დია ჯერ უნდა დაამშვიდო სიტუაცია ისე რომ მაშინ როდესაც ორივე მშობელიც და ბავშვიც არის მოწოდების სიმაღლეზე ყოვნების დროს ვერ დაიწყებ მოზარდთან საუბარს დია რომ უნდა გაითვალისწინოს სახის მიმიკა ქცევის მანერა ყველანი ნიუანსი რომელიც არაველბარულად უკვე საუბრობს მისი სხეული და საუბრობს ამას უნდა მიაქციოს შობელმა ყველაზე დიდი ყურადღება. მეორე რაც უნდა გააკეთო ეს არის დაიწყოს ზრუნვით. და არა ბრალდებით. შენზე დავდობ და მინდა რომ გაგიგო. რა გჭირს? ეს უკვე საბორი მომენტი შენზე დავდობ. იცი რა უკვე განაწყობს მოზარდს იმისკენ რომ მოусმინოს რომ ვინმე ჩემზე დავდობს ესე იგი მე მისთვის მნიშვნელოვანი ვარ. ან რა ამ დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთო ეს რომ რატომ აკეთებ ამას ასე აღარ იქნება მე როგორც ვიტყვი ისე იქნება ის აბსოლუტურად გამორიცხული. მესამე მომენტი რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ის არის რომ როდესაც საუბრობს უფრო იყავ მსმენელი და არა დამრიგებელი. მოусმინო, არ შეაწყვეტინო. არ შეაფასო და არ აგრძნობინო მას რომ ეს არის უსაფრთხო გარემო. გამოხატო იმ ხმით, იმ ფორმით, იმ რეაქციით, რა რეაქციისას გამოხატულება შეუძლია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უყოთ შემფასებლები. კი ბატონო. დაუდასტურო მას გრძნობები, რომ არ თქვა ეს არაფერია, გაივლის სხვასაც ქონია, ამით იცით რა არის, უბრალოდ ადამიანი უკვე მოზარდი არც პატარა, აღარ დიდი და საკეთებს რომ თუ არაფერია ესე იგი უგულყოფობა ხდება ჩემი პრობლემების, ჩემი დარდის და შეიძლება მეორე დღეს ჩაიკეტოს და საერთოდ აღარ და ან და აგრესიის წახალისებაც შესაძლებელია. შეიძლება წახალისებაც, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რთულ ქცევას უკან შეიძლება ზედმეტი კონტროლით მოსდევდე და შეიძლება ზედმეტი უკონტროლობა. ზედმეტი ზრუნველობა მათ შეიძლება გამოიწვიოს. იმიტომ რომ ხშირად ბულები არა მხოლოდ ის ადამიანები არიან, ვინც სუსტები არიან და უნდათ რომ თავისი ძალაუფლებით და თავის საკუთარ თავს დაუმტკიცონ პირველ რიგში და ამიტომ აგრესიას ამჟღავნებენ იმ ადამიანის მიმართ, ვინც ყველაზე მიეცნიათ. არამედ ის ადამიანებიც არიან, რომლებიც თუნდაც სახში წახალისებულები არიან ზედმეტი ყურადღებით. და ქალბატონ ნინო და აი რა თქმა უნდა ამ აღზრდის პროცესში მშობლის ადეკვატური პასუხი არის დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს აგრესიის ახალისება და მინდა ასაკობრივ აგრესიაზეც ისაუბროთ, ანუ აქვს თუ არა ეტაპები. თითქმის აი ხლა მე ასეთ საუბრობდით შემოკეთილო, ეს იყო დაახლოებით 10-11-დან ზე. ამ ტიპის მოზარდებზე მქონდა ეხლა საუბარი. აი ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ მშობელმა არ დატოვოს არც ერთ შემთხვევაში. ამას ერთად გავუმკლავდებით, ეს არის ოქროს სიტყვები, რომელიც მშობელმა შეიძლება შვილს უთხრას. ნებისმიერ ვარიანტში არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი წინააღმდეგობა, რომელიც მოზარდის ცხოვრებაში ყოველთვის ვერცი არ ვიყოთ, მაგრამ აი ეს რომ ერთად გავუმკლავდებით, შენ არ ხარ
ეს მე ვიცი რომ ძალიან მტკივნეულია. მე მგზნობ რაც გაწუხებს. ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი და კიდე ამას გამტკიცება ხდება ჩობლის გამოცდილების. მასაც ქონდა წარსულში რაღაც მსგავსი, ან მის ახლობელს ქონდა და ესე მოგვარდა და ან არ მოგვარდა. გულახდილი უნდა ვიყო შვილთან. ან არ მოგვარდა, მაგრამ ფიქრობ რომ აი ეხლა შეუძლია უფრო მეტად გაბედულად მოახერხებინოს იმას რომ ამ მისმა შვილმა მოაგვაროს. დიახ, ანუ თანაგამცდელობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იმიტომ რომ ჩვენ ხო სისტემის ნაწილი ვართ. ჩვენ ხო ვართ ოჯახიდან, მოვდივართ ყველა და იცით ეხლა ხან კითხულობდი მიურეი ბოუენი ესეთი ფსიქიატრი, რომელმაც შექმნა ოჯახური სისტემური თეორია. იცით, როცა ერთი ელემენტი ოჯახის ერთი პატარა ნაწილიც არ არის, მთელი ოჯახის სისტემა ირღვევა, ხო? აი, ელემენტარულად ბავშვად ხდება მთელი ოჯახი გადავეწყობთ, ეხლა ვირუსებია მოდებული ძალიან და მომდინარე ეს ძალიან აქტუალურია, რომ სისტემა როგორ ვიშლებით. იქ კი მიდიხარ სამსახურში, მაგრამ დარდი გაქვს სახში, ძალიან თუ არა წამალი არის, თუ არა კარგად მირთვა, თუ არა არის თანამდროული დაიძინა. გინდა არ გინდა არა, ეს სისტემის თითოეული კომპონენტი არის მნიშვნელოვანი, როგორც კი ერთი პატაწინა სისტემის ნაწილია. ჩამოიშლება. მთელი ოჯახი ირევა ამ მდგომარეობიდან გამომდინარე. ეხლა რაც თქვენ მიმაქცევინეთ, ეხლა ყურადღება. დიახ, და აი რომ შევაჯამოთ უკვე ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, დიახ. ყველაზე რთული რაც შეიძლება იყოს სურთქებაში, ეს აგრესია, ყვირილი, უხეშობა, ტყუილი, უპასუხისმგებლობა, სხვების უფლებების უგულებელყოფა, სხვისი საზღვრების უპატივცემულობა. ეს ყველაფერი არის ის ყველა სიმპტომი, რომელიც გვინდა თუ არ გვინდა, უნდა მივაქციოთ ყურადღება. იმით თუ გვინდა რომ ჯანსაღი საზოგადოება შექმნათ, თითოეული ბავშვი არის ამ საზოგადოების წევრი. რა თქმა უნდა. თითოეული მოზარდი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ისინი ყველანი უნიკალურები არიან. ყველა თავისი ქცევით, ყველა თავისი მედებით, ისინი ჩვენთან ძალიან ახლოს არიან. იმიტომ რომ ეს სოციალური ქცევა, პოზიტიური ქცევა, თუნდაც აგრესიული ქცევა, ყველა ქცევა არის ყურადღების მისაქცევი. ეს მანი ყველაზე დიდი როლი მშობლების, მასწავლებლების, პედაგოგების, მეზობლების, ყველა საზოგადოების როლი არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ არ გაგვეპაროს. რა თქმა უნდა. ხდება რომ მიხდეთ რომ რაღაცა ხდება, იმიტომ რომ ადამიანი გადავთვალოს დღეს სხვანაირი იყო, მაგრამ ნინელა იცვლება, იკეტება. თქოს არ ამჟღავნებს საკუთარ ემოციებს, თითქოს უნდა რომ იზოლაციაში მოექცეს, ან პირიქით არ იყო ესეთი მშვიდი იყო და უფრო ძალიან აგრესიული გახდა. ყველას მიმართ არის სხვადასხვანაირი და უკვე გავთხოვთ. ამიტომ განგაშიზარი უნდა ჩამოვრეკოთ ისე რომ არ იგზნოს უფრო შფოთვით მდგომარეობაში ვიყვანოთ ბავშვი და მივხედოთ ამას თანდროულად. კი ბატონო, ქალბატონო ნინო, ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის, საინტერესო რეკომენდაციებისთვის და ყველაფრის მკურნალი მაინც არის სიყვარული. დამეთანხმებით ალბათ ამაში. ნამდვილად და ყველაზე თავარი რაც გაგვაჩნია არის ჩვენი მომავალი თაობა და თითოეული ადამიანი ვალდებულები ვართ რომ ამ მომავალ თაობას რაც შეიძლება მეტი თანადგომა გამოუხატოთ და ახლა ვსაუბრობ მზიური მედის სახელით ნეიროქიცი შეიქმნა ჩვენს კი ბატონო ვიცით დიახ ამ თემაზე ვქონდა დიახ ვისაუბრეთ გადაცემაში მსახურებით მთელი გუნდი დიდი სიყვარულით მსახურებით ყველას ჩვენთან მოვა რამოდენიმეჯერ მზიური მეც ქონდა ჩემი თანამონაწილეობით ესეთი დღეები როცა შეგვეძლო უფასოდ მიგვეღო დიახ ქალბატონო ნინო კი დიახ უნდა დავასრულოთ უკვე არ გვაქვს დრო მათ იციან ჩვენი თანადგომის ფასი და რომ კიდევ მოუხმო კიდევ გვექნება ესეთი აქციები და კიდევ იქნებით კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებებს დამდეგ ახალ წელს გილოცავთ წარმატებები სიყვარული სიკეთე არ მოკლებოდეთ მოვეფეროთ ჩვენს პატარებს მადლობა ჩვენი სტუმარი იყო სატელეფონო ხაზზე ნინო მარსაგიშვილი ექიმი გეშტალტის თერაპევტი და ჩვენ ვისაუბრეთ თემაზე აგრესია ბავშვთა ასაკში ყველაფრის მკურნალი მაინც სიყვარულია და რაც შეეხება გადაცემას გეტყვით რომ ეს გადაცემა ჯანმრთელი დილა კლინიკა მზიური მედის რადიომედის ერთობლივი პროექტი გახლავთ რომელიც ყოველ ოთხშაბათს გადის ეთერში და რაც შეეხება ჩვენს მიმდინარე საათს რა თქმა უნდა დილის არხი გრძელდება მე ცოტა ხნით დაგტოვებ და მალე დაგიბრუნდებით